და მოდი ორიოდე სიტყვით კიდე მინდა რაღაც თქვა. ვინც სიკეთეს აკეთებს, მას უნდა ერჩივნოს, რომ მადლობა არ უთხრა. მაგრამ ვისთვისაც სიკეთეს აკეთებენ, ის მადლიერი უნდა დარჩეს. ახლა რატო ნახე? თუ დავუშვათ მე სიკეთეს ვაკეთებ და მინდა რომ მადლიერი დარჩეს ვიღაცა ჩემს მიმართ, ეს მე დამტანჯავს. შეიძლება იმან ვინც მადლობა არ თქვა, ერთი წოდვა ჩაიდინა რომ უმადურია. მაგრამ მე შეიძლება გავრისხდე, განვიკითხო. მე სიკეთის კეთების სურვილი დავკარგო, მაინც ვერ ხედავენ მეთქი ვთქვა. მე უფრო მეტ წოდვაში ვარდები ვიდრე ის. გესმით? ამიტომ ჩვენ როდესაც ვაკეთებთ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმის გამო, რომ ღვთისმცნება აღვასრულოთ. და ყველაზე უკეთესი კიდე იმიტომ, რომ თავად ეს სიკეთე გვიყვარდეს. მაგრამ ის ვინც სიკეთეს მიიღებს, ეს მისთვის არის სათნოება, რომ მან მადლიერება გამოხატოს, მადლიერი დარჩეს. ახლა მაგალითად აი დღევანდელ სახარებაში როგორ იყო 10 კეთროვანი ადამიანი განკურნა მაცხოვარმა. წარმოიდგინეთ, კეთრი ისეთი დაავადებაა, რომ აი ფაქტიურად წარმოიდგინეთ, რომ დღეს ყველაზე ესეთი გავრცელებული დაავადება არის სიმსივნე, ხო? აი წარმოიდგინეთ, ყველაზე ბოლო სტადიაში რომ ადამიანი რომ ძალიან ცუდად არის გარდაცვალების პირას არის და წამში რომ განიკურნოს. როგორ ხა მადლიერი არ უნდა დარჩეს? წარმოიდგინეთ, აი როგორ არ დარჩება მადლიერი. მაგრამ თურმე შეიძლება რომ ამ შემთხვევაში არ დარჩეს ადამიანი მადლიერი. 10 კეთროვანი განიკურნა და 10-დან ერთი მოbrunდა და მადლობა უთხრა. ისიც ნახეთ, კი არ იყო მორწმუნე, ესე რომ ვთქვათ. იუთეველი კი არ იყო, სამარიტელი იყო. ანუ ეს სამარიტელები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცა ნაზავი რელიგია ჰქონდა. ისინი აღიარებდნენ მხოლოდ მოსეს 5 წიგნეულს და დანარჩენი თავისი წარმართული წესები ჰქონდა. ან მაქრაზეა ლაპარაკი. შეიძლება მორწმუნე არ იყოს და ურწმუნო უფრო მეტი მადლიერება გამოხატოს. ეს მითრაზეა ლაპარაკი. ანუ ჩვენ რახან მორწმუნეები ვართ, რაღაცა ესე რომ ვთქვათ, იმუნიტეტი კი არ გვიცავს, რა აუცილებლად ჩვენ სათნოებები გექნება. თუ არ იბრძოლე და საკუთარ თავზე არ იმუშავე, არაფერი არ გექნება. უნდა იბრძოლო, უნდა მოიპოვო. ახლა ჩვენ მერე ჩავრთავთ ერთი ძალიან კარგი ფილმია, ქართული ფილმი. რაჭა ჩემი სიყვარული. გინახიათ? აი შეხედეთ. ერთი ბიჭი როგორ იბრძოლებს, რომ სიყვარული მოიპოვოს. აი ეგრე უნდა იბრძოლოს სათნოება, რომ მოიხვეჭო. ისე თავისით არავინ არ მოგართმევს. პირიქით. თავისით შეიძლება ცუდი თვისებები შეიძინა, მაგრამ აი კარგი თვისებას ესე თავის შენ ესე როგორ ვთქვათ, შემთხვევით ვერავინ არ შეიძინეს. აბა თქვენი კითხვები ვნახოთ. ჩემი ნაცნობი ისე მეკცევა, თითქოს ცუდად მოვეკეცი. არა და ყოველ ნახვაზე ვცდილობ რამე არ ვაწყენინო, არ ვიცი როგორ მოვიქცევ. შეიძლება ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხვდებით ისე ვაწყენინებთ ხოლმე ადამიანებს. ამიტომ ჯობია რომ ახლა ურთიერთობას და საუბარს არაფერი არ უდგას წინ. ჯობია რომ მივიდე და ვკითხოთ, რამე ხო არ გავაკეთე ისეთი რომ შენ გაწყენინე. ან შეიძლება სულაც მას გონია რომ ჩვენ რაღაც გავაკეთეთ და სადღაც ეშმაკი რო არ იმალებოდეს, ჯობია რომ ეს გულახდილი იყოს საუბრები. გულახდილად რომ შენ ცეტყვი რა გაწუხებს ისიც გეტყვის, ანუ ეშმაკი ეხარსად ვეღარ ჩაიმალება. თუ არა და სიბნელე უყვარს ეშმაკს. სადაც გაურკვევლობაა და ერთმანეთში არ გაარკვევენ ადამიანები, იქ შეიძლება მე ასე მეგონოს, შენ ისე გეგონოს, ერთმანეთის მიმართ ცუდი განწყობა შეგვექმნას. ამიტომ ჯობია მიხვიდე და უთხრა, შეეკითხო. თუ რამეს აკეთებ ისეც რომ მას ეწყინა, გამოასწორებ. თუ არაფერს არ აკეთებ,
ის მაინც მიხვდება რომ შენ ამ ურთიერთობებზე ზრუნა ეს საბოლოო ჯამში რაღაც სიკეთისკენ წავა საქმე საავადმყოფო კერთხებზე მე მგონი იცით მაგრამ მაინც ვიტყვით ეს უკავშირდება ერთ-ერთ ტრადიციას ახსოვთ მარიამ მაგდალინელი როდესაც იმპერატორ ტიბერიუს ახარა ქრისტეს აღდგომა ესეთი გადმოცემა არსებობს რომ იმპერატორმა არ დაიჯერა და თქვა რომ ის ისევე აღდგა როგორც ეგ კვერცხი გაწითლდება კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა თან იქიდან სიცოცხლე იბადება წმინდა მარიამის ხელში ეს კვერცხი მართლაც გაწითლდა რატომ არ შეიძლება უფლის ფურცელზე დახატო როგორ არ შეიძლება ხატებს ხო წერენ და შეიძლება მაგრამ იცით რა არის ძალიან საფრთხილო საქმეა და რატო სანამ არ შეისწავლე ხატწერას ჯობია იმას თავისი მეთოდი აქვს თავისი ეტაპები აქვს რომ შეისწავლი მერე კარგად გამოგივა ეხლა რაღაცა ცუდად გამოგივიდეს და წარმოედგინეთ უფლის სახეს ხატავდე და რაღაცა კარიკატურას დაამსგავსო ეს შეურაცხყოფა იქნება ამიტომ მომზადებელმა არ უნდა დაიწყო ეგ საქმე უნდა მოემზადო და მასწავლებელი როდესაც გეტყვის რომ შენ უკვე შეგიძლია მოსინჯო და დახატო მაშინ შეგიძლია შვილები რომ მოუნათლე მოგვიანებით გავიგე რომ ის მღვდელი მოკვეთილი იყო ანუ განკვეთილი უნდა მოუნათლო თუ არა ხელახლა ბავშვები თუ მონათლეთ და შემდეგ იქნა განკვეთილი მაშინ აღარ უნდა მონათლოთ მაგრამ თუ უკვე განკვეთილი იყო და მან შეასრულა ნათლობა თავის დაუცხადია რომ უნდა მონათლოთ იმიტომ რომ ის ნათლობა არ ითვლებოდა რატომ ლოცულობთ აღმოსავლეთით საერთოდ ბევრი რამე ბავშვებო სახარებიდან არ ჩანს მაგრამ არსებობს წმინდა გარდამოცემა რომელიც ეკლესიაში ისეთივე ღირებულია როგორც წმინდა წერილი და სწორედ იქიდან ვიცით რომ აღმოსავლეთით უნდა იდგეს ქრისტიანი და ლოცულობდეს ისევე როგორც ჩვენ ვერსად ვერ ვხედავთ პირჯვარი რომ უნდა გადავიწეროთ წმინდა წერილში არ ჩანს მაგრამ პირჯვარს ვიწერთ ხომ მართალია ტაძრებს აღმოსავლეთით აქვს საკურთხეველი რამდენი წლის ხართო და მე 2 დღე მომენატრა გაკვეთილებიო 2 დღე რო გავაცდინეთ 2 ორშაბათი მე უკვე 40 წლის გავხდი უკვე როგორ სიტყვიან თავქვეშ წავედი 40 წლის როგორ ვაპატიოთ ადამიანს რომელმაც ბევრჯერ გამიცრუა იმედი და გული მატკინაო შენს გულში ყოველ შემთხვევაში უნდა აპატიო უნდა იფიქრო რომ ალბათ უფრო უკეთესად ვერ შეძლო მან უფრო ესე გაეკეთები უნდა ილოცო მისთვის რომ შეძლოს თორე ჩვენ თუ ეხლა აუყვებით ჩვენს წყენას და გულის წყენას ურთიერთობები გაგვიფუჭდება უნდა მის ადგილზე უნდა დააყენო თავი არავის არ უნდა ცუდად მოქცევა ვიღაცას შეუძლია ასე მოიქცეს ვიღაცას არ შეუძლია ამიტომ თუ შეგიძლია შენს გულში მაინც უნდა აპატიო ხოლო თუ ატყობ რომ ისიც ნანობს თავის შეცდომას მაშინ მასაც უნდა უთხრა რომ პატიო ეხლა შენ თუ მიხვედი და ადამიანს რომელსაც სულ არ ადარდებს შენ გეწყინა თუ არ გეწყინა და ეუბნები რომ მე შეგპატიოფო უფრო გაათავხედებ ამიტომ არ უნდა უთხრა მას შენს გულში უნდა შეძლო რომ ის გაამართლო ალბათ უფრო კარგად ვერ მოიქცე მაგრამ თუ ატყობ რომ ისიც ნანობს თავის შეცდომას მაშინ უთხრა თუ არა და აზრი არ აქვს თუ არა და შეიძლება შენ რო ეს უთხრა სულელათაც ჩაგთვალოს თუ ვერ ატყობ რომ მას რაღაც სინანული აქვს პირველი ადამიანები რა გვარები იყვნენ ადამი და ევა პირველ ადამიანებს გვარები არ ჰქონდათ გვარები მოგვიანებით შემოვიდა ისე კი მამის სახელით მოიხსენებდნენ ხოლმე ეხაც რო დააკვირდა ნუ ეხა ადამიანსა და ევას
არც მამის სახელები არ ჰქონდათ თავისთავად ცხადია, მაგრამ შემდგომში მე მამის სახელით მოიხსენებდნენ ხოლმე. აი სიტყვაზე დავითაშვილი, ხო? რა გამოდის, ესე იგი დავითი იყო მისი მამა და ასე შემდეგ. თუ ჩვენი მამაო გარდაიცვალა, წოდოა თუ არა კურთხევის გარეშე სხვა მამაოსთან აღსარების ჩაბარება და თუ გარდაიცვალა კურთხევას როგორ აიღებთ? როგორ აიღებთ? პირიქით წოდვა ის იქნება და საწოდაობა ის იქნება. თქვენ თუ სხვასთან არ მიხვალთ აღსარებას. რატო ვამბობ ახლა ამას? დავუშვით თქვენი მოძღვარი, რომელიც თქვენზე ზრუნავს, აი ხა მით უმეტეს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩვენთან ბავშვები ჩამოსული. სხვადასხვა მოძღვარი ყავთ. თქვენი მოძღვარი, რომელიც თქვენზე ზრუნავს, რომ გარდაიცვლება, თქვენი ლოცვა არ ჭირდება? ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანს მოძღვარი გარდაეცვლება და თვითონ საერთოდ ეკლესიურ ცხოვრებას თავს ანებებს. საერთოდ აღარც ლოცულობს, არც აღსარებას ამბობს. საბოლოო ჯამში ჩვენი მოძღვარი არის იესო ქრისტე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. მოციქული პავლე კორინთელებს წერს ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ამბობთ, რომ მე აპოლოსი ვარო, აპოლო ალექსანდრიელი იყო ერთი ასეთი, რომელიც ქადაგებდა. მე კეფასი ვარო, მე პავლესი ვარო. როგორ პავლე ეცაო თქვენთვის ჯვარსო? განა ქრისტე არ ეცა თქვენთვის ჯვარსო? კი არ უნდა თქვა, ეს ჩემი მოძღვარი, ის ჩემი მოძღვარი, რა თქმა უნდა, პირობითად ასე კი უნდა თქვა. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი მოძღვარი არის ქრისტე. და ის მოძღვარი ცდილობს, რომ შენ ქრისტესთან დაგაახლოს. ეხლა ბუნებრივია ჩვენ ამ წუთის სოფელში სულ ხო არ ვიქნებით. გარდაიცვლება მოძღვარი. ვერ უნდა მიხვიდე სხვა მოძღვართან. აღსარება თქვა უზიარებელი არ უნდა იყოს და შენი ლოცვით შენ გარდაცვლილ მოძღვარსაც უნდა შეეწიო. არა? მეორედ მოსვლა რომ მოვა, რა მოხდება? მეორედ მოსვლა რომ მოვა, ადამიანებს ძალიან დიდი სიხარული ექნებათ. ვინც ქრისტეს ერთგული იქნება. მეორედ მოსვლა რომ მოვა. აი დიდი ხნის ნანატრი მამა რომ მოდის სახლში, არ გიხარია? დედა რომ მოდის სახლში, არ გიხარია? ხოდაი უფალი ვის გამო ჩვენ უამრავი განსაცდელი მოითმინე და ცდილობდი რომ ის ერთგულებით გეცხოვր ამ წუთის სოფელში. ის რომ მოვა, არ გაგეხარდება? გაგეხარდება. მაგრამ იცი ვის არ გაეხარდება? ვინც არ ცხოვრობდა ქრისტეს ერთგულებით. იმას შეეშინდება ქრისტეს მეორედ მოსვლა. მაგრამ ვინც მისი სიყვარულით ცხოვრობდა, აი როგორ მთავრდება იცით გამოცხადების წიგნი. სახარი ახალ აღთქმაში 27-ე, ანუ ბოლო წიგნი არის გამოცხადება. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ დაწერილი. ის ამბობს, ჰე მოდი უფალო, ანუ მალე მოდი უფალო. მეორედ მოსვლაზე აქ ლაპარაკი რომ მალე მოდი. იმდენად სიხარულია ქრისტიანისათვის. მაგრამ აი მეორედ მოსვლის წინამოვლენები ანტიქრისტეს მეფობის დრო იქნება დიდი განსაცდელი თითოეული ქრისტიანისათვის. და იმას რომ გამოფლის ადამიანი და გაუძლებს ქრისტეს ერთგულებით, მისთვის დიდი სიხარული იქნება ქრისტეს მოსვლა. მაგრამ ვინც ქრისტეს ღალატობს თავის ცხოვრებაში და ცოდებშია ჩაფლული და სინდისის მიხედვით არ ცხოვრობს, მისთვის ძალიან დიდი წუხარება იქნება ეგ. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული საბოლოო ჯამში. ქრისტეს მოსვლა ჩვენთვის სიხარული იქნება თუ მწუხარება. მე მინდა საკვირაო სკოლაში ხელოვნებაზეო და უფასოაო, აქ ყველაფერი უფასო. ხატვაც უფასოა, ყველაფერი რაც არის მოკლედ, რასაც გულისხმობთ. რატომ არის აკრძალული? დედაოებისთვის და მამაოებისთვის მოკლე მკლავიანების ჩაცვა. ეს ჩვენი შესამოსელია ბავშვებო. არც იქნება, არც არის მიზანშეწონილი, არც თქვენ არ მოგეწონება თუ ეხლა მე მოკლე მკლავიანი თვია. მაგრამ თქვენ თუ გაცვიათ მოკლე მკლავიანი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იქაც ზედმეტი მოგივიდეთ.
ქრისტიანი ადამიანი შესაბამისად უნდა იყოს შემოსილი. მოღებული მხრებით და გულმკერდით არ უნდა დადიოდეს, ძალიან მოკლე კაბით არ უნდა დადიოდეს. არამედ ყველაფერში უნდა მოგრძალებით იყოს, მოგრძალებულად უნდა ეცოს. ამაში ჩანს მისი რწმენა. შენ თუ ახლა გაშიშვლებული გამოხარ, ვინ დაიჯერებს, რომ შენ მორწმუნე ხარ? რა გწამს, ვინ დაიჯერებს შენ საქციაში, რაც გამოიხატა, ეგ გწამს. როგორც გწამს, ისე იქცევი. შენ თუ სხვისთვის საცდუნებელი ხარ და დააბრკოლებ რაღაცაში, როგორ გახარ მორწმუნე? გესმით? ანუ ისე უნდა ჩაიცოს ვაჟმაც და გოგონამაც, რომ არავინ არ დააბრკოლო. არამედ მოწესრიგებული იყო. მარტო ტაძარში კი არა, ყველგან სადაც არ უნდა იყო. როგორ გადავეჩვიოთ ცუდ აზრებს, ჩვევებს, როდესაც ვცდილობ, რომ ვილოცო, სულ მგონია, რომ არაფერი გამოდის. როდესაც ვცდილობ, რომ ილოცო, აი ეს მცდელობა უკვე ნიშნავს, რომ გამოდის. აი როდესაც თავს დაანებებ და იფიქრებ, არაფერი გამოდის, მართლა არაფერი არ გამოვა. მაგრამ როდესაც ვცდილობ, აი ეს მცდელობა უკვე უფლის მიერ არის შეწირული. ოღონდ თუ ვცდილობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ჩვენმა თეოდორემ თქვა, თუ ვინ თქვა, რომ ვიყავით სვანეთში. თუ არ წახვედი, ვერ მიხვალ. თუ არ ეცადი, არ გამოვა. თუ გინდა რომ მიხვიდე, უნდა წახვიდე. არა? ეს მცდელობა უკვე ძალიან კარგი. ჩემ სკოლაში ბავშვები არ მემეგობრებიან. მივხვდი, რომ არ უნდა ჩემთან მეგობრობა და არც ვცდილობ მეც. მაგრამ მაინც გული მწყდება ამის გამო, არ ვიცი რა ვთქვა. შეხედე ისეთ ბავშვებს, ვისაც შენთან მეგობრობა უნდა. ვისაც შენთან მეგობრობა არ უნდა, მეგობრობა ისეთი რამეა, ვერავის ვერ დააძალებ. შეხედე, ვისაც შენი თავი ჭირდება, ვისაც შენთან მეგობრობა უნდა. მათი ერთ გული იყავი. ნუ გამოეკიდები იმას, ვისაც არ უნდა შენთან მეგობრობა. რამდენი წლის ამ გადაწყვიტეთ, რომ მამაო გამხდარიყავით. რამდენი წლის? 22 წლის. ალბათ არ მახსოვს. დღეს ადრე გაგიშვებთო? შეგიძლიათ ეხლავე წახვიდეთ. გაშვებულები ხართ. გინახიათ, რომ ვინმე დამეჭიროს, არა ოღონდაც დარჩი მეთქი. თუმცა რა თქმა უნდა, გული დამწყდება თუ ვინმე წავა, მაგრამ იგი მას არ ნიშნავს, რომ არიქა სამი კაცი გამოგზავნო, დაიჭირეთ, არ გაუშვათ. თქვენ რამდენი ხანი გეს შემონებათ, რომ აქ იყოთ, იმდენი ხანი დარჩით. მერე ფილმი უნდა ჩავთოთ. ქართული ფილმი, ხა მე რო გეკითხებოდით, აღმოაჩინე, რომ უმეტესობას თქვენ ქართული ფილმები არ გაქვთ ნანახი. არა და თქვენ რო დააკვირდეთ ახლა. მით უმეტეს მოზრდილი ბავშვები ვინც ხართ. აი ამ ფილმის და არა მარტო ამ ფილმის. თითოეული წინადადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თითოეულ წინადადებაში რაღაცა დევს ტყუილა ესე გასროლილად არაფერი არ არის. რა თქვა. იმიტომ რომ ვინც ამ სცენარს წერდა, თითოეულ წინადადებაში რაღაცა ჩადო. და მე აი ბანაკის ბავშვებს მინდა ვთხოვო, რომ ხვალ დილით სატრაპეზოთ რო შევიკრიბებით. ღამე ამ ფილმიდან რასაც ახლა ვნახავთ. რაღაცა თქვენი შთაბეჭდილება, თქვენი ერთი ეპიზოდი განვიხილოთ. აი რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი. რა იმოქმედა უფრო მეტად თქვენზე, რა დაგამახსოვრდათ, რას როგორ განმარტავთ სიტყვაზე, რას მიამატებთ, რომელი პერსონაჟი უფრო მოგეწონათ და რატომ და ასე შემდეგ. არის თუ არა საშიში ფილმები ქრისტიანული და რატო? საშიში ფილმები რატო უნდა იყოს? აი მე გეტყვით, რომ ამ ბოლო დროს გამოსული ფილმებიდან მე ისე არაფერი და საერთოდაც ისე არაფერი მომწონებია, როგორც წმინდა პაისი ათონაზე რო ფილმი არის. ეგ ისეთი ფილმია, რომ 5 ჯერაც და 10 ჯერაც რო ერთი და იგივეს უყურო, კიდე რაღაცას სწავლობ. ამიტომ ვისაც არა გაქვთ
წმინდა პაისი ათონელის შესახებ მრავალსერიანი ფილმი ნანახი. ეს თქვენ უნდა ნახოთ, თუ გინდათ რომ ქრისტიანულად რაღაცა შეისწავლოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია ეს. ფაქტიურად ეს გაცოცხლება მისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ აუხსნათ სამება არა ქრისტიანს. იცით რა არის ზოგადად? ვინც არა ქრისტიანულად ცხოვრობს და არ ცდილობს რომ გულწრფელად გაირკვეს, ესეთ საკითხებზე ცოტა სიფრთხილით უნდა ელაპარაკოთ. სახარებაში წერია რომ ნუ დაუყრით მარგალიტებს, ძაღლებს და ღორებს. ანუ თუ მართლა აინტერესებს, მაშინ აუხსენი როგორც შეგიძლია. რომ არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. რომ ძე ღმერთი განკაცდა ადამიანად მოვიდა ჩვენს გადასარჩენად. ძალიან მოკლედ უთხრა. მე თუ დაინტერესდება, მე კიდევ უფრო მეტი უთხარი. ანუ უნდა იცოდე ვის რამდენი და როგორ უთხრა. ძალით შეაჩეჩო რაღაცა და თავს მოახვიო, იცოდე რომ დასაცინად გაიხდის და შენ შეურაცხყოფს. ეს სახარებაში წერია. სიკვდილის შემდეგ სამი სხვადასხვა ჟანრის შეკითხვა ესე იგი ერთმანეთს საერთოდ არ სიკვდილის შემდეგ რა ხდება? კარტის თამაში რატო არ შეიძლება და მაღაზიაში გაგვიშვებთ თუ არა? მაღაზიაში გაგიშვებთ, გეცადეთ. ესე თქვა ბანაკის ბავშვებმა დასვეს შეკითხვა. ბანაკის ბავშვებს მაღაზიაში არ უშვებთ. ჩვენთან მოუტანთ თუ რამე დასჭირდა. ოღონ კარტს არ მოუტანთ. და ვერც სიკვდილის შემდეგ. სიკვდილის შემდეგ ვეღარ გაუშვ. როგორ დავახციოთ თავი განკითხვის ცოდვას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ბავშვებო. დღეს ალბათ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ეს ცოდვა. ჩვენ ყველა ერთმანეთს განვიკითხავთ. ერთმანეთზე ვსაუბრობთ, ერთმანეთზე ვფიქრობთ, რომ იმან ასე გააკეთა, ისე გააკეთა. საბოლოო ჯამში ჩვენი გამკითხველი არის უფალი. განკითხვა რას ნიშნავს? რომ აი შენ სჯი იმ ადამიანს, რომ შენ ეს ცუდად მოიქცა. გამოუტან განაჩენს, ეს ასეთია, ის ისეთია. რა იცი იმ საქციელის უკან, რა სიკეთე აქვს იმ ადამიანს. ან მეორე მხრივ რომ დააკვირდე, დაუშვეთ შენ ადამიანი, დაინახე, აი დაუშვეთ რის გამო განიკითხა, აი სიტყვაზე ვამბობ, აბა რამე ერთი ცოდვა შეგიძლიათ რო თქვათ. დაუშვეთ აი რის გამო შეიძლება განვიკითხოთ. დაუშვეთ რაღაც დაენანა, იძუნწ. ეხლა შეიძლება ის რომ დაენანა, ეხლა ჩვენ რაღაცა ესეთი მოგდის. ხო ნანობთ მე, ხო გვაწუხებს. და წარმოიდგინეთ ის სახში არის და ნანობს ამის გამო რომ რაღაც დაენანა. ჩვენ მას განვიკითხავთ, ანუ ის რომ ნანობს, უფალი ხო პატიობს ამ ცოდვას. ჩვენ განვიკითხავთ იმ ცოდვის გამო, რაც უფალმა უკვე აპატია. იმიტომ რომ სინანული ყველაფერს ანაზღაურებს. აპატია უკვე უფალი. არ მოსთხოვს უფალი ამის გამო. ჩვენ ვდგავართ და განვიკითხავთ. და ის შეიძლება იმ სინანულის გამო გადარჩეს. შეიძლება კი არა სინანულის გამო აუცილებლად გადარჩეს. და ჩვენ ამ განკითხვის გამო შეიძლება დავიღუპოთ. ამიტომ ვიდრე უფალი არ მოვა და თავად არ განსჯის ყველაფერს, ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ არავის განკითხვა. პირიქით, თუ ვინმე ცოდვაში ამჩნა, უნდა ილოცო მისთვის. რომ ღმერთმა მადლი მისცეს, რომ გადაურჩეს ამ ცოდვას. უფალი ჩვენგანაც თუ მადლს აიღებს, ჩვენ შეიძლება უარეს ცოდვაში ჩავარდეთ. ამიტომ არ განიკითხოთ არავინ, რომ მადლი არ დაკარგოთ და თქვენც იგივე ცოდვაში არ ჩავარდეთ.
რატომ არ არიან გოგონების თიქაროსნები? უფალმა მამაკაცი გამოარჩია ტაძრის მსახურად. და იმიტომ. კარტის თამაში შეიძლება თუ არა? კარტის თამაში არ შეიძლება. კარტი. მოდი აბა ვნახოთ. ფილმი ვნახოთ, ძალიან რო აღარ გადაგხართ. ძალიან კარგი ფილმია და ჩვენ ვეცადოთ რომ შვიდათ